1 ივნისს უკრაინამ დააბომბა რუსეთის 5 ავიაბაზა, გაანადგურა დაახლოებით 51 რუსული თვითმფრინავი, რომლებშიც შედის სტრატეგიული ბომბ-დამშენები Tu-95 და Tu-22M. რუსეთმა მიიღო 7 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი და მოკლედ უკრაინელმა სპეცსამსახურებმა წარმატებით შეასრულა ოპერაცია ობობის ქსელი. ამ ვიდეოში მინდა მოკლედ ვილაპარაკო თუ როგორ შეძლო უკრაინამ ესეთი ოპერაციის ჩატარება, რამდენად მნიშვნელოვანი და წარმატებული ოპერაცია იყო ეს უკრაინისთვის და გავიაზროთ ამ ოპერაციის პოლიტიკური მხარე. ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო. მოკლედ, ამ ოპერაციას უკრაინელი სპეცსამსახურეები გეგმავდნენ დაახლოებით წელიწად ნახევარი. მოკლედ, გეგმა ჩამოყალიბდა 2023 წელს და ამავე წლის სექტემბერში კამიკაძე დრონების გადაზიდვის ოპერაცია დაიწყო. ის ფაქტი, რომ სატვირთო მანქანებმა დრონები უპრობლემოდ გადაზიდდეს რუსეთში, მიუთითებს იმას, რომ უკრაინელი სპეცსამსახურეები ძალიან კარგად და ეფექტურად მუშაობენ რუსეთის ტერიტორიაზე. ამას უკრაინელები ვერ გააკეთებდნენ, რომ არა მათი მხარდამჭერები რუსეთში. და სხვადასხვა ცნობის მიხედვით სატვირთო მანქანები რუსეთის ტერიტორიაზე ყაზახეთის ტერიტორიიდან შევიდნენ. რუსეთს აქვთ აპარატურა, რომელსაც შეუძლია სიგნალის დაჭერა და დრონების პოვნა, ამიტომაც წესით რუსებს უნდა ეპოვნათ მანქანების სახურავებში დამალული დრონები, მაგრამ სპეციალურად ჩაშენებულმა სიგნალის დაცვამ ხელი შეუწყო უკრაინელების გეგმებს. სატვირთო მანქანები შემდგომ სწავლდნენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში, ზოგი ციმბირში, ზოგი მურმანსკში და ასე შემდეგ. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გითხრათ. ეს ყველაფერი იგეგმებოდა ჩელიაბინსკის ერთ-ერთ საწყობში, რომელიც მდებარეობდა FSB-ს შტაბისგან 5 კილომეტრში. ანუ უკრაინელი სპეცსამსახურები გეგმავდნენ და ატარებდნენ ესეთ მნიშვნელოვან ოპერაციას რუსული სპეცსამსახურების ცხვირ წინ. მოკლედ, სულ შეტევები განხორციელდა 5 ავიაბაზაზე: უკრაინკა, ბელაია, ოლენია, ივანოვო და დიაგილევო. ივანოვაში და დიაგილევოში რუსულმა ავიაციამ შეძლო გარკვეულწილად დრონების შეჩერება, მაგრამ დანაკარგები მაინც იყო. ბელაიაში, ოლენიაში და უკრაინკაში უკრაინელი დრონების შეჩერება რუსებმა ვერ შეძლეს. აქ არის საკმაოდ საინტერესო მომენტი. რუსები დრონების წინააღმდეგ იყენებენ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემას. ეს სისტემა ახშობს დრონების სიგნალს, რის გამოც ადამიანი, რომელიც აკონტროლებს დრონს, კარგავს დრონზე კონტროლს და დრონიც ახალ მუშაობს. უკრაინელები მიხვდნენ თუ როგორ ებრძოლონ რუსულ რადიოელექტრონულ სიგნალებს. უკრაინელები უშვებენ 2 დრონს. ერთის მიზანი იყო უშუალოდ თვითმფრინავის აფეთქება და მეორეს მიზანი იყო სიგნალის მიწოდება დრონისთვის და ამის დახმარებით რუსული რადიოელექტრონული სისტემა უძლური იყო. უკრაინელები ელოდებოდნენ კარგ მომენტს, რომ დაიწყოთ ეს ოპერაცია და ზუსტად ბოლო 2 კვირის განმავლობაში რუსეთი ამზადებდა ამ თვითმფრინავებს მომდევნო უკრაინული ქალაქების დაბომბვისთვის. ამიტომაც საჭირო იყო თვითმფრინავების ტრანსპორტირება. უკრაინელები მიხვდნენ, რომ სანამ მიმდინარეობს ავიაციის ტრანსპორტირება, ავიაცია იქნება გაშიშვლებული და ეს იქნებოდა იდეალური მომენტი უკრაინელი სპეცსამსახურებისთვის, რომ ოპერაციის რეალიზაცია დაეწყოთ. ამ ვიდეოში არ ვაპირებ დეტალურად ახსნა სამხედრო დეტალები. ჩვენ უფრო ისტორიული და პოლიტიკური კონტენტი გვაქვს. ამიტომაც მოდით პირდაპირ გადავიდეთ პოლიტიკურ სპექტრზე. დავიწყოთ ყველაზე საინტერესო ამბავით, რუსეთის რეაქციით. სამწუხაროდ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც გამოიხმაურა ამ საკითხს, იყო მედვედევი, რომელმაც თავის სტილში დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ არ ღირს რუსეთის გაღიზიანება, თორე ამ ოპერაციაზე 3-ჯერ უფრო საშიშ ოპერაციას მოაწყობენ. სხვა მედია საშუალებები კიდევ საკმაოდ შუმად არიან და აიგნორებენ რუსული სპეცსამსახურების ფატალურ დამარცხებას. მაგრამ რამოდენიმე Z ბლოგერი ტელეგრამში გამოეხმაურა ამ საკითხს. Z ბლოგერების თქმით, ეგრეთ წოდებული უკრაინელი დეგენერატები ვერანაირად ვერ შეძლებდნენ დასავლეთის გარეშე ესეთი ოპერაციის გაკეთებას. ყველაზე საინტერესო აზრი კიდევ არის ის, რომ უკრაინა ააჭარბებს რიცხვებს და 51 თვითმფრინავი არ გააუნადგურებია. ანუ ის ფაქტი, რომ თქვენ ქვეყანაში კიდევ არის დრონები და თქვენი თავდაცვა იმდენად უპასუხისმგებლო და სუსტია, რომ უკრაინელები FSB-ს ცხვირ წინ აკეთებენ ამ ოპერაციას, ეს არ გაწუხებთ. კარგი, კი ბატონო. ხო, ერთი პროპაგანდისტი მაინც გამოეხმაურა ამ ოპერაციას, იმიტომ რომ უკვე სისულელე იყო ამ ამბავის აბსოლუტური დაიგნორება. სალავიოვს ჩვენ კარგად ვიცნობთ და კარგად ვიცით მისი საკმაოდ ემოციური გამოსვლები და რა თქმა უნდა, ამ ამბავის მერე სალავიოვის გამოსვლა იყო ემოციური და საკმაოდ ნეგატიური. ის რა თქმა უნდა ამბობდა, რომ ეს ყველაფერი დეგენერატი უკრაინელების გაკეთებული ვერ იქნებოდა და აბრალებდა ბრიტანელ სპეცსამსახურებს. რატომ მაინდა-მაინც ბრიტანელებს, არ ვიცი. და სალავიოვი ითხოვდა ყველა დამნაშავის დახვრეტას. მაგრამ რუსული პროპაგანდა დამნაშავეებად თვლის არა მთავარსარდლებს, არა გენერლებს, არამედ იმ ხალხს, ვინც იღებდა ვიდეოებს და აქვეყნებდა ინტერნეტში სცენებს, თუ როგორ ანადგურებდა უკრაინული დრონები რუსულ ავიაბაზებს. ვინც რუსული ისით, გირჩევთ თქვენ თვითონ უყუროთ სალავიოვის გამოსვლას. ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ.
ტრამპი არის გაბრაზებული ზელენსკიზე, რადგან მან არაფერი იცოდა ამ ოპერაციის შესახებ და ეს ოპერაცია კიდევ უფრო გვაჩვენებს უკრაინასა და ამერიკას შორის პოლიტიკურ დაძაბულობას. ამ ოპერაციამ დაამტკიცა, რომ უკრაინა კიდევ მზად არის რუსეთთან ომისთვის და ამერიკის გარეშედაც შეუძლია რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. რუსეთის სპეცსამსახურეები და საერთოდ რუსეთის მოსახლეობა სერიოზულ სტრესში არის, იმიტომ რომ კაცი შვილმა არ იცის კიდევ სად აქვთ უკრაინელებს ეს დრონები დამალული და კიდევ გეგმავს თუ არა უკრაინა ესეთ სახის ოპერაციას. მე პირადად რასაც ვუყურებ რუსულ YouTube სეგმენტში და Telegram-ში, რუსეთი საკმაოდ ანერვიულებულია და ამ ომის მომხრეებიც კი არიან დაშოკილებული. ამ ოპერაციას უკრაინის არც ერთი ჯარისკაცი არ შეეწირა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ომში დრონები და ხელოვნური ინტელექტი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ოპერაცია უკრაინისთვის. ყველაფერს თავი რო დავანებოთ, უკრაინამ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ მას ომი კიდევ შეუძლია და შეუძლია რუსეთს სერიოზული ზარალი მიაყენოს. როგორც აღნიშნე, რუსები გეგმავდნენ უკრაინის დაბომბას. ეს იყო უკრაინული სპეცსამსახურების დასკვნა და კრემლი უარყოფს ამას, მაგრამ მაშინ ვერ ხვდები, რა საჭირო იყო ავიაციის ტრანსპორტირება. არ მგონია, რომ ფრონტზე სერიოზული ცვლილებები დავინახოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინელმა სპეცსამსახურეებმა ააფეთქეს მნიშვნელოვანი ჟელეზნოგორსკის და ვიგონიჩის ხიდები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ როლს ასრულებენ ამ ომში, ამ ხიდებით აწვდიან რესურსებს ფრონტზე, აქედან გამომდინარე შესაძლებელია რუსული შეტევა ცოტათი შენელდეს, მაგრამ სერიოზულ ცვლილებებს მე პირადად არ მოვლდები. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ოპერაცია უკრაინისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე სტრატეგიულადაც. იმედია მომავალში უფრო მეტ ასეთ ოპერაციებს დავინახავთ. ვიდეო ძალიან მოკლე გამომივიდა, იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ხანს დავდე 9 საათიანი ვიდეო უკრაინის ომზე და ძალიან ბევრი დრო დავხარჯე კონკრეტულად მაგ ვიდეოში და ამ ვიდეოსთვის არ ვიყავი მზად, მაგრამ ძალიან მინდა თქვენი აზრი მოვისმინო კომენტარებში. და კიდევ ერთი რამ, ბევრი ეძახის ამ ოპერაციას რუსულ პერლ ჰარბერს და გთხოვთ, ნუ იყენებთ ამ ტერმინს. პერლ ჰარბერის დროს, იაპონია მეორე მსოფლიო ომის დროს, ომის გამოცხადების გარეშე დაბომბა ამერიკის პორტები და იაპონელებმა დააიგნორეს ყველანაირი ომის წესები. პერლ ჰარბერი მოაწყვეს რუსებმა 2022 წლის თებერვალს, როცა შეუტიეს უკრაინას. და უკრაინის ოპერაცია იყო ჭკვიანურად დაგეგმილი, გათვლილი სპეცოპერაცია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელების სიძლიერეს. უკრაინელებმა არ დაბომბეს სახლები, საავადმყოფოები ან ქალაქები, უკრაინელებმა დაბომბეს ბაზები და თვითმფრინავები და ამ ოპერაციას მხოლოდ რუსული ჯარი შეეწირა. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს არის. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო. თუ ასეა, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის დაფიქსირება ამ საკითხის შესახებ.